ბატონო გელა, საუბარი ჩამოვარდა ღალატზე და მე მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ ღალატზე და მოღალატე ადამიანებზე და ასე შემდეგ. კეთი, შენ კი არა, მთელ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს რა არის მოღალატე ადამიანი და რა არის ღალატი. როგორეთ, მე არ ვიცი ციხეში რატო ვიჯექი, მაგრამ თელმა საქართველოს მიცის რატო ვიჯექი ციხეზე, იმიტომ რომ აი ეს ჩემი ცენტრი და ჩემი კომპანია ვიღაცებს ხელს უშლიდა და მას შევეწირე ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, არ ვიცი და აქედან მოდის ჩემი პრობლემები, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები, ამაზე მოვყვები, როცა დადგება ამის საჭიროება, დრო, ამის მოვა. ახლა დავიწყოთ იქიდან. ხო დამიჭირეს 6 წელი მოვიხადე. თქვენ წარმოიდგინეთ 6 წლის განმავლობაში მე ვისთან ვიჯექი, ხო, რამდენი კატეგორიის ადამიანთან ვიჯექი. უყურე რა არის კეთი და მინდა საქართველოში ყველა ადამიანმა გაიგოს, აი ნებისმიერმა პატარა იქნება თუ დიდი. რა არის ღალატი, მოღალატეობა. აი ციხეში არის ესეთი რამ. ციხეში უნდა მოყვე ყველაფერი, რატომ ზიხარ, ისთვის ზიხარ და რა გაგიკეთებია. ეს არის საერთოდ ციხის სისტემა არის სტალინის დროდან მოყოლებული დღემდე. მოდი წავიწიოთ ერთი ნაბიჯი წინ იწყება ესე. ვინ ხარ? და უნდა მოყვე რა იყო, როგორ რა. და ყვებიან სიმართლეს, უნდა მოყვეს სიმართლე. უყურე, რაც მოსახლეობას მინდა უთხრა. პირველი არასდროს არ უნდა შეასრულო ის დავალება, რა დავალებასაც შენი ხელმძღვანელი გაძლევს. მე გეუბნებით დავალება შეასრულეთ ის, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება. მაგრამ გუშინ წინ დღეს დავალებებს ასრულებენ 99%, რომელიც არ უნდა შეასრულონ. და პოლიციელები 1000-ობით, პროკურატურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ადვოკატები ციხეში ზიან რამდენიც გინდა და ყველა ერთი და იგივეს ნანობს, რას მე შევასრულე ის, რაც არ უნდა შემესრულებია. აი ამას ნანობს ყველა. უყურეთ, წიგნი რატომ არ ისწავლება ბიბლია? მე ამას ვამბობ, აი რატომ ბიბლია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, უნდა ისწავლებოდეს. ეს ბიბლია არის ციხეში. და აი ამ ბიბლიას კითხულობს დღე და ღამე ყველა მასტის ადამიანი ციხეში, ხო? და ბევრი საინტერესო რამე წერია იქ ღალატზე, ცხოვრებაზეც, ხო? სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს. უყურეთ, კიდევ ვიმეორებ, ყველას გასაგონად. ნარკომანი იქნება, ქურდი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, თუ შენ ფაქტი არ აგაქვს და ადამიანს რაღაცა მიზეზის გამო ციხეში უშვებ, აი ამას რა ქვია ის თქვა? აი ამას ციხეში ვირთხა ქვია. აი ესეთ ადამიანს, რომელიც შეკვეთით ტყუილ ადამიანს ციხეში სვამს, ამას ვირთხა ქვია. მოდი გავაგრძელოთ. გამოვედი. მე გამოვიტანე ციხიდან რა? ის გამოვიტანე, რომელსაც გარეთ ვერასდროს ვერც მივხვდებოდი, ვერც გავიგებდი და ყველაფერი იყო შალვა სხვისი მოყოლილი. მე 9 წიგნი დავწერე ციხეში. ჩემი წიგნი იქნება პირდაპირ გელა ბარკალაიას დაწერილი, რომელიც იქნება შეუფასებელი. და ეს ვერ მოვიცალე უბრალოდ შავადაა დაწერილი, უკვე დღეს ხვალ გამოვა ეტაპობრივად. უყურე, იქ წერია ყველაფერი. ღალატი რაც გარეთ არის, ციხეში იმის 1% არაა შალვა. უღალატებ ეგერ არის კუთხე. იქ კუთხეში იქნება დასადგომი. იქ ის არ არის, რაც გარეთ არის. ახლა გარეთ გამოვედი. თქვენ წარმოიდგინეთ, მე კეთი დავტოვე 1000-ობით თანამშრომელი, ხო? არავის არ ეგონა გელა ბარკალაია, მე ცოტა ისეთი ხასიათი მაქვს. თუ მე შევამჩნიე, რომ ადამიანი არის კარგი ადამიანი, სულით, გულით,
მას მე ფეხს დავუბან, ყველაფერს გავაკეთებ, ვასწავლი, სტრუქტურაზე გავაკეთებ, მაგრამ თუ არის ადამიანი დაბადებული, სულით და გულით დაბადებული ვირთხარის, მას არ დავინდობ, ვინც არ უნდა იყოს. აი უყურე, რა არის ღალატი. გამოვედი ციხიდან. დამხვდა შვილიშვილები ეს. წავედი სახლში. სახლიდან მოვედი ოფისში. გადავხედე ყველაფერს, ნოლზე არის ყველაფერი. და წარმოიდგინე ადამიანები იძახიან ღალატი იმან მე გეუბნებით პირდაპირ. ადამიანები, რომლებაც მთხოვეს, რომ ეს ჩემი ნათესავია, ახლობელია, შინაურია კომპანიაში. დირექტორის მოადგილე, მეორე მოადგილე, მესამე მოადგილე, იურისტი. ის პირები არავინ არ დავხვდა, რომელიც წუპიდან ქვია, ხო? ღარტაკები, აი, წარმოიდგინე, საიდანაც მოიყვანდა 20 წელი, 15 წელი რაღაცას რო ასწავლი და ინფორმაციის გაყიდვაზე რო არიან, აი, რამენაირად კომპანიის ინფორმაციები გაყიდონ და ამით იშოვონ ფული. და წარმოიდგინე შენ 15-20 წელი მანქანას ერთ-ერთ სახელს არ დავასახელებ, რომ მომიყვანეს ქეთი ერთი. აი, სად უნდა დამესაქმებია და მანქანას ვარ ეცხიებდი. მერე ჩემ მანქანას ვარ ეცხიებდი, მერე რულზე დავსვი, მერე გადმოვიყვანე და ყველაზე დიდი ვირთხა ეს გახდა. მეორე სახელს არ დავასახელებ, მესამეს, მეოთხეს. ახლა დირექტორზე გეუბნებით, დირექტორზე. დირექტორი იყო უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც დანიშნული მყავდა დირექტორად და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დამხვდა. გავიდა 5 დღე და შეკითხვა დაუსვი, რაც 9 მილიონ ნახევარი არის ვალი. და რას აკეთებდი? ან ის ხალხი სად არის გვერდზე რო გედგა და რეალურად ვინც ხელმძღვანელობდა? ეს შეკითხვა როგორც დაუსვი, ქეთი, ეგრევე კაცი გაიქცა. და როგორ მოვიყვანე ეს კაცი? ჯონდი ბაღათურია მთხოვა, რომ ერთი შენებური კაციაო, ბათუმელი კაცი, მოვიყვანე, დავსვი ჩემთან და დავუსვი შეკითხვა, ვინ ხარ? უშიშროების პოლკოვნიკი ვარ და ვტაქსაობო. ყველა მიშამ გაგვყარაო და ვტაქსაობო, სხვა არაფერი არ ვიცი მეო. ბიჭო, ან იურისტი, ან არა ვტაქსაობო. აუ, სერცხვილია შენი ტაქსაობა მეთქი და მოვიყვანე, დაცვის სამსახური მქონდა, რამდენ კაციანი, 3000, 2000 კაციანი. და დავაყენე დირექტორის მოადგილედ. მერე გავხადე დირექტორი, მერე გავხადე მათე მოტორსის დირექტორი და პირველი ჩვენება მან მისცა ჩემ წინააღმდეგ. A crippled little rata. ტყუილი ჩვენება, ტყუილი და რომ ნახოთ, აი იტყვით, რომ როგორ შეიძლება დღეს ადამიანს ენდო. ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც არ დამხვდნენ. ხო? საწავიდნენ, გაიხსნენ და წელიწად ნახევარი მთავრდება და ჩემთან არ მოსულა. იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც დამხვდნენ კაცურად, ხო? და ახლა გეტყვი მეორეს. აი ეს არის ღალატი. ამნაირ ადამიანებს ქვია სახელი ვირთხა. და ის ადამიანები ციხეში ერთი დღე რომ მოხვდნენ. და ამას უნდა მოუყვნენ, ხო? ხო, ეს ქვეყანა მიცის, ხო? ვიზეც არის საუბარი, იმიტომ რომ მაგალითზე საქმე აღზრულია და ხვალ ზეგ ეს რეალურად ჟურნალისტური გამოძიებაც იქნება. უყურეთ, რეალურად სამსახურში ჩემთან მუშაობდნენ ძალიან კარგი ადამიანები. მაგალითად, აგერ არის ჩემი მარჯვენა ხელი არის შალვა ციცხვაია, მუშაობდა თათული გეთაშვილი, ნინო შონია, ხო? რომლებიც იყვნენ რეალურად ჩემი მარჯვენა ხელი, დაკავებიდან მესამე დღეს, მეოთხე დღეს რაღაცა მოუგონეს და გაუშვეს სამსახურიდან. ახლა ყველამ რაღაცა იშოვა. წარმოიდგინეთ, ჩემი კომპანიიდან ჩემს დაუძინებელ მტრებს აძლევდნენ ინფორმაციას. აი თუ ჩემთან მაგალითად ტენდერი გამოცხადდებოდა და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ესე გამოვაცხადებთ და შენ მოიგებ მერე. და ეს არის გარიგება, ხო? ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით, შევისწავლეთ და ამაზე ბატონმა შალვა მოხელმძღვანელა და დღეს ხვალ ყველაფერს ნახავს.
კარგი ბატონო. ამ ადამიანებს ქვია მოღალატე. ამ ადამიანების სახელი არის რეალურად ვირთხა. შეოჯახ ხაშინებულო. მოდი და დამელაპარაკე, ხო? გამოვედი თუ არა ჯერ ესენი არ მოსულა. ეს გაშვებული ვინც იყო თუ რაც მოხდა, მოვიდა შალვა პირველ დღეს რომ გამოვედი და თქვა რომ ბატონო გელა შენ თუ რამეს დააპირებ, მე აგერ ვარ. გვერდზე დამიყენე და დაგიდგები გვერდზე. მეორე ვინც მოვიდა არის თათული გეთაშვილი მოვიდა, დადგა ჩვენს გვერდზე და ნინო შონია. დადგა ჩვენს გვერდზე და თქვა ბატონო გელა თუ რამეში გჭირდები და რამეში გამოგადგები, მე აგერ ვარ. აი უყურე, აი შალვა სიცხვაია ზის აგერ. ახალგაზრდა კარგი კაცია, კარგი დედის, კარგი მამის შვილი. განათლებული იურისტიც არის და რა ვიცი, 9 ენაზე საუბრობს და გამართული კაცია და წესიერი კაცია და დღეს ჩემი მარჯვენა ხელია. იგივე მინდა თათულიზე თქვა, ხო? აი წელიწად ნახევარია გამოვედი, პირველი დღიდან ქალბატონი თათული არის ჩვენთან, კაცივით დგას და ყველაფერს აკეთებს, რომ კომპანია წინ წაწიოს, ხო? და იგივე გააკეთა იმან ნინო შონიამაც, ხო? აი წარმოიდგინეთ, აი ესეთ ადამიანებს რა თქმა უნდა არ დავივიწყებ და თუ პატარა რაღაცა შეცდომა დაუშვეს, ნებისმიერი შეცდომის გამოსწორების შანსს ვაძლევ, რომ ეს შეცდომა კარგი პატარა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ აგერ უნდა გაგახსენდეს, რომ გვერდზე გიდგანან და შენთან ერთად ყველაფერი გააკეთეს, რომ კომპანია ამ დონეზე დამდგარიყო. მე ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მათ ვაქე და ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და დღესაც ჩემთან მუშაობენ. აი უყურე, აი ეს ადამიანები გვერდზე დამიდგნენ, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ღირს მუშაობის გაგრძელება. და ჩვენ მუშაობა აი ამ შალვა, თათული, ნინო და იმ კიდევ ვინც დამხვდა, ხო? თითო როლა იმის დახმარებით დავიწყეთ ნოლიდან. როგორი ახლა 9 მილიონი ნახევარი ვალი და ჩემს წინ ჩემი კონკურენტები, რომლებიც იყვნენ ჩმორები, დაჩმორებულები, ხო? გაბლატავებულად მონოპოლიები აუღიათ და გუში რო ელიავაზე საბურავს ყიდიდნენ, უკვე ტიპები გახდნენ, იმიტომ რომ მათემოტორსი დაიკეტა ჩათვალე. მით უმეტეს დაიკეტა ქვია ამ ჩემი თანამშრომლების დახმარებით, ხო? აქედან გამომდინარე, სახელი ვირთხა ქვია იმას, ვინც გიღალატებს, ვინც დავალებას შეასრულებს. პირდაპირ მინდა თქვა, რომ ვინც დავალებას შეასრულებს და ადამიანი არ არის დასაჭერი და შენ ციხეში უშვებ, როგორ შეიძლება მაგის სუფრაზე, ნებისმიერ სუფრაზე რომ დაждდეს, თვითონ ხო იცის რა გაკეთებული და როგორ შეიძლება მის შვილ სუფრას მე კარგი ბიჭი ვარ. სადმე გინახია წინგში რომ ან კოდექსში ქეთი რომ კარგი ბიჭი და ცუდი ბიჭი. სადმე გინახია რას ქვია კაცო კარგი ბიჭი, რას ქვია ცუდი ბიჭი. სადმე ხო არ გინახია და ვერც ნახავ. ეს კარგი ბიჭი არის შენი გავლილი გზით. ვინ როგორ პატივს გცემს, ხო? ზოგი მწერალია, ზოგი ხატვარია, ზოგი ფეხბურთელია, ზოგი ბოქსიორია, ზოგი ბიზნესმენია და რა სიკეთე გაკეთებული, აქედან გამომდინარე ხარ კარგი ბიჭი და გცემენ პატივს, რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რატომ უნდა შენ თავს დაუძახო კარგი ბიჭი, როცა შენ კაც იჭერ, ასამართლებ, ციხეში უშვებ, ოჯახს უღუპავ. შენ წარმოიდგინე ახლა კეთი, ციხეში ზის 1000-ობით ადამიანი, რომელსაც 2 შვილი, 3 შვილი, 5 შვილი ყავთ, ხო? და არის გოგო 30 წლის გოგო ყავთ ცოლი. რა ქნას მითხარი? ციხეშიც რაღაცა პურის ფული უნდა შეუგზავნოს. 1000 ადვოკატი, 1000 რაღაცა რა ქნას მითხარი? აი ხალხი, ოჯახები იღუპება. კეთი როგორ არის იცი? გელა ბარკალაია. წარმოიდგინეთ თქვენ, ძალიან დიდი გზა გაიარა და გელამ რო არიცის 300 მეტრის ქვევით, მიწის ქვევით რა არის ის ვიცი. ჩიტი რომ მიფრინავს ზევით აერში,
შევხედავ და ვიცი გულში რა აქვს. უნდა იცოდე, გამოცდილება უნდა ქონდეს. თუ გინდა მაგარი იყო, უნდა საქმე იცოდე, პრაქტიკა უნდა ქონდეს მიღებული. შენ არ წიგნი იცი, არც პრაქტიკა იცი და როგორ გინდა ახლა საქმე ვაკეთო და წარმოებები მართო, ხო? ჩვენ გვყავს თაობა, შალვა, უკეთესი რო არ არსებობს ისეთი. მაგრამ ამ ჩვენ ახალგაზრდებს ჩვენ არ ვაძლევთ არც განათლების საშუალებას, სტიმულს, არ ვასწავლით თავისით რაღაცას სწავლობენ ბავშვები, სწავლობენ და მერე სამსახურს ვერ შეულობენ. ვიღაცის შვილი მიყავთ სამწუხარო კი არ არის კაცო, ეს არის საშინელება. ვიღაცის გაუნათლებელი შვილი მიყავდა ისეთ თანამდებობაზე სვამენ, მე მიკვირს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რო ხდება, ხო? რა ხდება ბიჭო, ვინ, სად, რა, როგორ? როცა განათლებული ჭკვიანია ხალხი ზის სახში. ახალგაზრდები და მერე მოვა კაცი და ეტყვის, მოდი ხარ იტალიაში, გაძლევ $5,000 და იმუშავებ. წავა, გაგიჩერდება? და ამიტომაა დიდი და პატარა. მე გეუბნები შალვა. 10 დღეში შეიძლება 10 დღეში შეიძლება საქართველოში წესრიგის დამყარება. 10 დღეში. პირველი, ვინც პირველი პირია ხალხს უნდა უყვარდეს. მაგრამ ხალხს არ უნდა უღალატო. ქვეყანას უნდა მიხედო პირველ რიგში, ხო? ყველაფერი იცი შალვა. ვინ არ იცის, ვისია ტაქსი აეროპორტში, ვისია ფეხბურთი, ვისია კალათბურთი, წვიმა რატო მოდის? ან ქარი რატო უბერავს? ნებისმიერო ადამიანმა იცის საქართველოში, ხო? ეს საქართველო პატარაა. მარტო ჩვენს ოფისში რასაც ყვებიან, მე ვარ გაოგნებული, ხო? აი ამ მიდგომით ქვეყანა წინ არასდროს არ წავა და ვიძირებით ყოველდღიურად. როგორ შეიძლება 3 მილიონიან ქვეყანაში ერთ წელიწადში 10 პრეზიდენტი შეიცვალოს, ან 10 პრემიერი. და ბიზნესმენები ამას რო უყურებენ, მერე ფულს არ დებენ ქეთი საქართველოში. საქართველოში ამ მიდგომით ფულს არავინ არ ჩადებს. სევით ბიზნესი პარლამენტარებისა 100%. და ყველაფერი დაფინანსება და ყველაფერი მაგათაა. აი რაკნას მეორე კატეგორია, მე გეკითხები ქეთი. უაღრესად განათლებული ადამიანები ბზანდებით. გეკითხები კაცო, რაკნას მეორე კატეგორიის ბიზნესმა. დამწყებმა რაკნას. გელა ბარკალაია მივიდა და 2 მილიონი მომეცი მეთქი ბანკს. და 2 მილიონი გელა ბარკალაიას არ მისცეს სესხი, როცა 50 მილიონის მარტო შენობები გვაქვს. ხო? ახლა შალვა შენ ვინ რას მოგცემს? 10 ლარს არავინ არ მოგცემს. როგორ გინდა ბიზნესი დაიწყო, მითხარ? მამან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ქეთი. ეს არის გულწრფელი საუბარი და მინდა ყველას ვთხოვო. უნდა ისწავლოს, პრაქტიკა მიიღოს და უნდა წავიდეს ბიზნესში. ერთი ავტოკარხანა არ გვაქვს საქართველოში და ვისაც უნდა რეალურად გაკეთება, იმასაც ხელს უშლია. მე მინდა ვთხოვო ყველას, სკამს ნუ გამოიყენებენ. სკამი ყველა არის დროებით. მოდი ვთქვათ გიგი უგულავაზე. გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც არის ქვეყანაში ერთ-ერთი ფარჩაგი. და ფარჩაგი იყო ციხეშიც. დღესაც ფარჩაგია. ჩემი შვილიშვილებს მან წაართვა ყურის ფული. და როდის წაართვა, იცი, მაგალითი ავიღოთ. გიგი უგულავამ წაგვართვა ჩვენ ცენტრი. პირდაპირ წაგვართვა და ამაზე გადაცემა იქნება. წაგვართვა, ხო? დედა გვიტირა. გაგვანადგურა. როდის იცით? როცა სკამი ქონდა. ახლა სადაც ვნახავ, ყველგან გავлахავ. თან მაგრად გავлахავ. ჩემი შვილიშვილები 9 არიან. ყველა იურისტები არიან. და კმილებს ილესავენ, როდის დაამთავრებენ და როდის დაიწყებენ მუშაობას. გიგი უგულავას არ უწერია კარგი დღე. ფარჩაგია. ჯერ მაგისთვის მე არ მომიცლია. გიგი უგულავამ სკამი გამოიყენა, ვიღაცამ ჩვენ ვიცით ვინ დაავალა, დიდი მაყუთი აიღო შალვა, რომ ჩვენი კომპანია გაჩერებულიყო. და მე ხო იცი, ის თქვა, ეს თქვა, რაღაცა თქვა, ენა მიიტანა, ყველაფერი ტყუილი. გელა ბარკალაი არის ერთ-ერთი მუჟიკი, კაცია, კაცური კაცია. არასდროს შეცდომას არ დაუშვებს. მე როგორ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა
რომ კაც თვალში ვერ შევხედო. მე ისეთი კაცის გვერდზე გავიზარდე, ისეთი ხალხის გვერდზე, რომც მინდოდეს ცუდს ვერ გავაკეთებ, განცხადებას ვერ დავწერ, მე პირადად. მე იმიტომ მოხდი 5-10,000 ლარს დირექტორს, რომ თუ განცხადება დასაწერია წეროს დირექტორმა, ხო? მე ვარ ბიზნესმენი და ბიზნესში ვარ და ბიზნეს ვაკეთებ. მაგრამ გიგი უგულავასნაირი ფარჩაკები. ფარჩაკი ხარ ბიჭო, აბა რა ხარ კაცი, რომელიც ციხეში ხარ. ამოდენად არამდეობა ქონდა და ცოლი რო გაგითხოვდება. ფარჩაკი ხარ აბა რა ხარ, ხო? და სად იყო ვაშკაც ბიჭებთან რატო არის და ციხეში? კაცი რომელიც ჩაკეტილია და გარეთ ვერ გამოდიხარ 13,000 პატიმარია, ხო? და ფეხბურთს თამაშობდით და გუნდი მქონდა ჩვენი, ხო? უკეთესი რა გინდა, უკეთესშობილი ადამიანი ციხის უფროსი. ოქრო კაცი. ფეხბურთის გუნდი გაგვაკეთებია, კალათბურთის გუნდი გაგვაკეთებია. და ცხოვრობს ხალხი ციხეში, ახლა ციხის უფროსს არ დაუჭერი ხარ, ხო? გიგი უგულავასნაირი ფარჩაგები. მე არავის ციხეს არ მოუწოდებ. გელა ბარკალაია დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, რომელსაც მილიონობით ფული აქვს ბიუჯეტში შეტანილი და გიგი უგულავა 50 მილიონიო მოვიპარეო და ციხეში ჩასვეს და მეორე დღე შეიწყალეს და კიდე ბლატაობს ეს ფარჩაგი აქ. მე გეუბნებით თქვენ ორივეს, სამივეს გესმოდეთ, რომ გიგი უგულავა მთავრობაში მოვა. თუ მოუშვეს, მე ვნახოთ რა მოხდება. გიგი უგულავა არის ერთი ფარჩაგი ტიპი. ციხეშიც ფარჩაგი იყო და გარეთაც ფარჩაგია. და მთელი მისი ცხოვრება ფარჩაგი იქნება. და დააკვირდით მის სურათებს, არის ფარჩაგი კი არა მარტო ბომჟია ტიპი. მე ვამბობ გელა ბარკალაიას, სადაც უნდა იქ დავждე, მაგრად გავლახავ ჯერ, მაგრად. ჯერ გასალახია, მაგარი გასალახია და მაგას არ აცდება, იცეს. რომ ჩემი გვარის ადამიანი არავის არაფერს არ აპატიებს, არ აკაცობს. მან ჩვენ მოგვინდურა ის თავრობა, ეს თავრობა, კაი ბიჭები, კარგი ხალხი, თანამშრომლები, როგორ შეიძლება მე პოლიციაზე ან პროკურატურაზე ან მთლიანობაში ცუდი თქვა, ღმერთმა დამიფაროს პირიქით, რომ იმდენად კარგი ბიჭები მუშაობენ პოლიციაში, ციხეში, ყველგან, კარგი ბიჭები ყველგან არიან და ცუდი და კარგი ყველგან არის. გელა ბარკალაიას ერთი ბიჭო ჩემთვის არავის არ უკადრებია, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ გელა ბარკალაია არის ესეთი დედის გაზრდილი, რომ მას არ დაიმსახურებს და ამან რა ნახა ამ ქათამმა ამან, ამ ფარჩაგმა ამან. დიდი მადლობა, ესე დავამთავროთ დღეს. მადლობა დიდი წარმატებებს. ბედნიერად.